ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს სასამართლო. ამ წუთებში საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მსურველებს ამერიკის და კანადის ვიზების მიღებაში დახმარებას თავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. ბრალდებული 9 პირიდან 5-ის სხდომა იმართება, პროცესები 2 ეპიზოდადაა გაყოფილი. აღნიშნული ადამიანები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ასევე ყალბი ისტორიების შექმნით მოქალაქეების ვიზების მიღებას პირდებოდნენ. დანაშაული 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურამ ნაწილს ბრალი დღეს დილით წარუდგინა ოფიციალურად. მას სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე დაასახელა ის პირები, რომელთა შესახებაც გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია და აინტერესებდა და ჰქონდა კითხვები. მიუხედავად მისი თანამშრომლობისა, იქამდე სანამ მე ჩავერთვებოდი საქმეში, მას ბრალდების მხარეს ჰქონდა აქვს უბრალოდ შუამდგომლობა ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, რომ შემოვიდნენ პატიმრობის მოთხოვნით. თავისთავად ჩვენ ამას ბევრი გარემოების გამო ვერ დავეთანხმებით, თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ სხვებისგან განსხვავებით იგი არ მიმალულა, იგი საქართველოში იმყოფება, საზღვრის დატოვების მცდელობაც კი არ ქონია. მან პირველივე გამოძახებაზე ორჯერ გამოიკითხა და ორივეჯერ თავისი ფეხით მივიდა საგამოძიებო უწყებაში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებისთვის ამერიკის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურას. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამნაშავეები პროკურატურის და ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად გამოვლინდნენ.